პირველ სტუმარს წარმოგიდგენ ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის ძველსახური თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლიისტიკის კათედრის გამგე თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი დეგანოზი გიორგი გუგუშვილი დილომშვიდობისა მამაგერი დილომშვიდობის მოგესალმებით დღეს გამორჩეული წმინდანების ხსენება სხვა წმინდანებთან ხსენებიან დიდი წინასწარმეტყველი ესაია შიომღვიმელი წმინდა ნიკოლოზი როგორც გითხარით გარდა ამისა სხვა წმინდანებიც თუმცა ყველაზე საუბარს ვერ შეძლებდა ალბათ მინდა ესეთი დავიწყოთ ძველი აღთქმის დიდი წმინდანი. ეთელი მეც მოგილოცავთ, მიულოცავ სრულიად საქართველოს ჩვენს უწმინდეს პატრიარქს, რადგანაც წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებით, როდესაც იგი აღსაყდრება მოხდა მისი შეავედრა ჩვენი ქვეყანა დედა ეკლესია წმინდა ნიკოლოზს და წმინდა ნიკოლოზის მფარველობის ქვეშაა ჩვენი მართლმადიდებელი. სპეციალურ პატრიარქად ეწოდება ჩვენი ეკლესია. ხესიარ და მარადიულ პატრიარქად და მარადიულ მფარველად. და მოგილოცავთ და განსაკუთრებულად მინდა მიულოცო ჩვენს ახალგაზრდებს გუშინ სკოლა დაამთავრეს. ბოლოზარი იყო ბავშვებს და წმინდა ნიკოლოზმა, წმინდა შიომღვიმელმა ესაია წინასწარმეტყველმა დაიცვას ამ ბავშვების მომავალი ცხოვრება ქართველების, რომელებიც შეუხვდი ძალიან ნიჭიერები, კარგები, გონიერები და ლამაზები და სულ წარმატებული ცხოვრება მისცეთ. საქართველოს და მოგილოცავთ თქვენ. დიდი მადლობა. ისე წინასწარმეტყველზე ალბათ დავიწყოთ ისე წინასწარმეტყველით ძველი აღთქმის წმინდანია და რა თქმა უნდა ბუნებრივია მოვიდეთ და ისე წინასწარმეტყველი რომელთანაც ჩვენ ხვდება მესიის შესახებ, ქრისტეს შესახებ არაერთი წინასწარმეტყველება. აი რა შეიძლება ვთქვათ, ნუ ვქნათ რომ სამივე წმინდანზე უნდა გადავანაწილოთ საუბარი. რთულია მესმის, მაგრამ რაღაცნაირად უნდა შევიწყოთ. მიმანიშნეთ, თქო შეიძლება შევეცდებით, რომ თან კითხვებით განიშნოთ. კი ბატონო. წმინდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ამასიას დროს დაიბადა ქრისტეს შობამდე მერვე საუკუნეში. იგი იუდეველთა სამეფოში დაიბადა, იერუსალიმში ცხოვრობდა, მოღვაწეობდა. ამასიას ძმისშვილი იყო და იგი როგორც რელიგიური რეფორმატორი ასეა ცნობილი, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში იყო აქტიურად ჩაბმული. თქვენ როგორც ბრძანეთ სამართლიანად იგი იყო ის დიდი წინასწარმეტყველი, რომელიც მაცხოვრის ამქვეყნიური მოღვაწეობის დეტალებს აი ზედმიწევნით აღწერდა. თითქოს მის გვერდით ყოფილიყო თავის თვალით ეხილე ეს ყოველივე და ეს ყოველივე იმიტომ ხდებოდა, რომ წინასწარმეტყველი არა თავისი სისხლით და ხორცით, არა თავისი გონებით, არამედ უფალმა განაჭრეტი ახილვინა მომავალი როგორ იქნებოდა და მაცხოვარი ხშირად იხსენებს ხოლმე წმინდა ესაიას მის შეგონებებს წმინდა წერილში, ასევე ესაიამ უწყებული აქვს რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან დაკავშირებით, იოანე ნათლისმცემელთან დაკავშირებით, რომელიც იქნებოდა წინამორბედი მაცხოვრისა და გაამზადებდა მაცხოვრის მისაღებ გზებს, ასევე მაცხოვრის ორბუნებოვნების შესახებ და სამართო და კაცობრიობის ბუნების შესახებ და ესე შემდეგ და წმინდა ესაია სწორედ აი თქვენ როგორც და ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი ყოველთვის აღნიშნავენ იგი მეხუთე მახარებლად იწოდება მათე, მარკოს, ლუკა, იოანე მეხუთე მახარებლად იწოდება იმდენად მრავალი ნიუანსი აქვს თავის წინასწარმეტყველებაში აღწერილი. ესაია წინასწარმეტყველი ზოგადად ძველ აღთქმაში 16 წინასწარმეტყველია, 4 დიდი და 12 მცირე და ესაია თავისი აი მაცხოვართან, მაცხოვრის ცხოვრება მოღვაწეობასთან იმდენად მრავალ ასპექტს აღნიშნავს, რომ იგი არის გამორჩეულად დიდი, გამორჩეულად ახლომყოფი მაცხოვრის მოღვაწეობასთან. უნდა აღინიშნოს, რომ მას იუდეის სამეფოში 5 მმართველთან მოუწია ყოფა, ესე იყო აკაზია, მანასე, ეზეკია, ესენი წარმართობისკენ იყვნენ მიდრეკილნი და იგი ამხელდა მათ დაუღალავად. ერთ-ერთი იყო ეზეკია, რომელიც მასთან ძალიან დაახლოვებული იყო და იგი იყო მისი მფარველი, რადგანაც ავად იყო ეს მეფე და წმინდა ესაიას შემწეობით იგი განიკურნა მტერი შემოსეული, რომელიც იერუსალიმის გალავანს ადგა ამ წმინდა დიდი წინასწარმეტყველის მეოხებით უკուն იქცა და გადარჩა ქალაქი განადგურებასო, მაგრამ რაც შეეხება მანასე მეფემ, რომელიც იყო წარმართი, დაიწყო მისი დევნა და როგორც მოგახსენეთ, წმინდა ესაია 770-687 წლებში ცხოვრობს, ესაა მერვე საუკუნე. მან თითქმის 83 წელი ხანგრძლივი ცხოვრება განვლო, მაგრამ ეს უკვე მოხუცი კაცი გარბის გაურბის მათ დევნას და ხის ფუღუროში შევძრა დაიმალა, ელოდება რა მოხდება და მდევრები მოვიდნენ და გადახერხეს ესაია ამ ხესთან ერთად და მაცხოვარი
ამბობს ხშირად იგავებით ესაუბრება ხოლმე წმინდა წერილში, რომ მოვავრინეო ჩემი წინასწარმეტყველებზე არის საუბარი, ზოგი მოკალით, ზოგი განაბნიეთ, ზოგი და ეს ერთ-ერთი იყო, აი სწორედ ესაიას შესახებ ბრძანებს მაცხოვარი, როგორ ღვთის მოღვაწეობის გამცხადებელი წინასწარმოუწყებელი, როგორ და რა მდგომარეობით ასე გავიდა ამ სოფლიდან და როგორაც ამის ახლა კი ამბობთ თქვენო და გინდათ რომ თქვენი მამების საფლავები გაალამაზოთ, ამბობთ რომ ჩვენ მათ დროს რომ ყოფილიყავით, არაფერს არ ვავნებდით, ხოლო თქვენი ქმედება როგორც საფლავი გარედან არიან განგოზილი, ხოლო შინაგან აღსავსენი უწმინდურობითაო და ესაიას ხორებას აი ამითი ადასტურებს მაცხოვარი და მის დიდ მოღვაწეობას. წმინდა ესაიას შემწეობით ღმერთმა დაგვილოცოს ზედა სამშობლო. რა შეიძლება ხო შიომღვიმელი. სხვა შორის რა 2 დღის წინ იყო ასურელი მამების სცენება და რომელთაგან ერთ-ერთი შიომღვიმელი გამორჩეული. თითოეული მათგანი გამორჩეულია, მაგრამ შიომღვიმელის შესახებ კიდევ შეიძლება. და რა საოცრებაა ბევრი აღნიშნავს ამას, რომ ასურელი მამები უწმენ, მაგრამ ჩვენ ხო მათ როგორც ჩვენ წინაპრებად და როგორც ქართველებიდან არ განვასხვავებით, იმიტომ რომ მათ ძალიან დიდი ღვაწლი აქვს ჩვენი ეკლესიის და ჩვენი სულიერი ცხოვრების განსაკუთრებით სამონასტრო ცხოვრების დამკვიდრებაში. აი უნდა აღინიშნოს, რომ ასურელი მამების შემოსვლის 2 ეტაპი არის ქართულ წყაროებში. თუმცა კი ამ წმინდა მამათა ცხოვრებაში უწყებულია, რომ ისინი ანტიოქიიდან იყვნენ, მათი მოძღვარი იყო წმინდა იოანე ზედაზნელი, რომელიც გამორჩეული სულიერებით აღმატებული ადამიანი იყო და შიომღვიმელზე გადავიდეთ, ამერე გავაგზავნოთ. რადგან მისი ხსენება განსაკუთრებით არის დღეს საბოლოო. გარდაცვალების დღე არის. წმინდა შიოს მშობლები წარმატებული ხალხი იყვნენ, მორწმუნე ქრისტიანები, ესენი მე-6 საუკუნეში მოღვაწეობენ და ამ ბავშვმა თავიდანვე გამოიჩინა საოცარი გულმოდგინება წმინდა წერილის შესწავლის საქმეში. 16 წლისა რომ გახდაო, თითქმის სრულყოფილად დაისწავლა წმინდა წერილი და გაიგო რომ მოგვიანებით რომ წმინდა იოანე ჩამოსულა მათ ქალაქში, მივიდა მასთან დაემოწაფა და იოანემ იწინასწარმეტყველა შენ მომავალი ნეტარი მამა ხარ, ხო და ეს მოკრძალებული ყმაწვილი მოკრძალებით ეუბნება და უნდა რომ ეს ესეთი შექება არ იმსახურებს და მე ეს მეხარია რომ მე ნეტარი მამის მამა ვარო. ხო და მოკლედ წმინდა იოანესთან საუბარში გაირკვა რომ წმინდა შიოს სურს რომ ბერმონაზრული ცხოვრება იტვირთოს. იოანე არიგებს მას და მოუწოდებს და ეუბნება რომ წადი მშობლებისგან გამოითხოვე ნებართვა და შემდეგ მოდი და აი აღმასრულოთ შენი სურვილი. და ისე მოხდა რომ დამწუხრებულია წმინდა შიო მომავალი ნეტარი დიდი მამა რომ მისი მშობლები ერთი შვილი ჰყავთ და იგი ისინი არ დათანხმდებიან მის მონაზვნობას, მაგრამ იოანე გაამხრენებს და ეტყვის სანამ შენ გახდები ბერაც პანამას აღიკვეცები, შენი მშობლები გახდებიან ბერმონაზვნები. მიდის იგი სახლში და მშობლებთ ეკითხებიან რატო სადიყავი არ ვიცოდით, მის ცხოვრებიდან არის დეტალები ალბათ ყველა მიცის და არ პასუხობს მას შიო და შემდეგ ისე იყო კვირა დღეს მსახურება ეკლესიაში, კვირის მსახურება აღესრულება და შიომ სთხოვა მშობლებს ეკლესიაში ერთად არიან და როდესაც სახარების კითხვის ჟამი მოვიდა ლუკა მახარებლის მე-14 თავის 26-ე მუხლია თუმე შიოს სთხოვს თავის მამას რომ სახარება სადაც იკითხება იქ ახლოს მივიდეთ რომ სახარებიდან აი ეს პირდაპირ ჩვენთან გადმოვიდეს მეუახლოვდა და რომელი მოვარჩენდა და არა მოიძულოს მამაისთვის, დედაისთვის, ცოლისთვის, ძმაისთვის და ნათესებ და შემდეგ სულიცათვისი ვერ ხელეწიფების მოწაფედ ყოფნად ჩემდა და ეს რომ მოისმინა რაღაცა თითქოს ესეთი იყო ნიშანი ხო სახლში მიდიან და შემდეგ ეკითხება შიო რომ მამას აბა დღევანდელი სახარებიდან რა იყო ესეთი მნიშვნელოვანი რა გაიგე შემდეგ შიო აუხსნის მას რომ თურმე უფალთან ყოფნას როგორ უნდა ამ ქვეყნიური სიმძიმეები, ტვირთი, საზრუნაები უნდა განიშოროს, თუ უნდა რომ ნამდვილად უფალს შეუდგეს. და მშობლები დაარწმუნა მამა, შემდეგ დედა, რომ ეს გზა ყველაზე აღმატებული, ყველაზე სათუთი და ძვირფასია და ისე მოხდა, რომ ჯერ დედა წაიყვანა დედათა მონასტერში და აღიკვეცა იგი მონაზვნად, შემდეგ მამა მიიყვანა, ოღონდ პირობა იყო ესეთი, მამას თხოვს რომ ჩვენ კი წავალთ, მაგრამ ეს ერთი შვილი ყავთ, რაც შენ მიხედე, უნდა დავცოლშვიდე და ოჯახი გაამრავლო.
მოკლედ მამაც მონასტერში და თან პირობა დაუდო მშობლებს რომ თქვენ რომ აქ დარჩებით მოშორებით არის დედათა და მამათა მონასტერი ბუნებრივ აღარ შეხვდებით ერთმანეთს და ვერც მე ვერ ვნახავთ იმიტომ რომ ყოველივე უნდა განვიშოროთ და მართლაც ესე იყო შიო მიიყვანს რა მშობლებს ამ მშობელთა საზრუნავისგან გათავისუფლებული უფრო აღმატებულ საზრუნავს შეება მან თავის ქონება რაც ქონდა ეს ახარებისეული შეგონება რომ არის მაცხოვარი ეუბნება მდიდაჭაპურ გაყიდა შენი ქონება და დაურიგე გლახაკებსო შიომ გაყიდა თავისი ქონება დაურიგა გლახაკებს დაურიგა ეკლესია მონასტრებს და შემდეგ ვიდის დიდმამა იოანესთან იოანესთან 20 წლის განმავლობაში მოსაგრეობენ და იოანეს ჰქონდა წმინდა იოანე შემდგომში ზედაზნებს დიდი გამოცხადება ღვთისმშობლისა რომ უნდა წამოსულიყვნენ საქართველოში და საქართველო უნდა კვლავ მოექციათ მეორედ და რამოდენიმე დღიანი ლოცვის შემდეგ მოკლედ უფალმა აუწყა რომ რომელი 12 მოწაფე უნდა წამოიყვანა საქართველოში მოდი არა საქართველოში იმჟამად არის ევლავიოს კათოლიკოსი და მას გამოცხადება ჰქონდა რომ დიდი მამები მოდიან კათოლიკოსი და უწება იმის შესახებ რომ ესენი არ არიან დიდებულად მოსწინი უბრალოდ მწირი მოღვაწეები არიან და ზენასოფელში დგას და ელოდება როდის მოვა და ამასაც დიდი მოღვაწეა ევლავიოსი ასევე დიდი სულიერებით გამორჩეულდა და ინახა მწირი დაბეჭდილი შესამოსლით ფეხშიშველები მოდიან მიეგება და დაუჩოქა იოანემ და ქართულად დაიწყო მეტყველება აი სწორედ ამასთან დაკავშირებით არის უწისა რომ ესენი იქნებ ქართველები იყვნენ რომლებიც საქართველოსდან იყვნენ ანტიოქიაში წასული იქ განისწავლენ და შემდეგ ესეთი ვერსიაც არის თუმცა კი სულიწმიდის მოფენის შამს მოწაფეების სხვადასხვანაირად ამოტყველდნენ ამავე დროს მაცხოვარი თავის მოწაფეებს ეუბნება რომ აი ნიშანი იმისა რომ თქვენ უნდა იქადაგოთ იქნება რომ სხვადასხვანაირად იმეტყველებთ და რაიმე განსაცდელები რაც არ უნდა იყოს თქვენ ამას ზიანს ვერ მოგაყენებთ მართლაც იწყებენ ისინი სხვადასხვანაირად მეტყველებას ქართულ ენაზე მეტყველებას შეიტყო ევლავიოსმა წამოიყვანა სვეტი ცხოველზეა საუბარი კარგახას არიან ლოცულობენ ხოლო შემდეგ გამოცხადების შემდეგ ეს მამები 12 მამა რომელიც ჩამოიყვანა წმინდა იოანემ განაწილდა ქართლსა და კახეთში თვითონ იოანე ზედაზეზე დაკვეთდა წმინდა შიო მცხეთის დასავლეთით ყრუ ხეობაში მიდის სადაც ჯაგნარი გაუვალი ტყეებია და რაღაცა პატარა მღვიმე ნახა სადაც მარტო თავი რომ შეეფარებინა ესეთი პატარა მღვიმეა გამუდმებულად ლოცულობს არის ესეთი უწყება რომ 40 დღე ილოცა მშიერი იგი არც ეძიებს საზრდელს და დიდი ბრძოლები აქვს მოსულიერი ბრძოლები რაცემული ანგელოზების მოკლედ შემოტევები და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით იგი გაძლიერებული 20 დღე კვლავ 60 დღის განმავლობაში ლოცულობს მარხულობს და შემდეგ ისე მოხდა რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი აუწყოს მას რა უნდა იმოღვაწეოს რა უნდა გააკეთოს და 2000-მდე ადამიანი შეიკრიბა მასთან და ერთხელაც განიზრახეს რომ ეს მისი მასთან ყოფნი რომ იქნება ტაძარი ავაშენოთ და მიდიან ტაძრის ადგილი რომ ნახონ ადიან მთაზე და ხელზე დაიდებს ნაკოჩხალს საკმეველს დაადებს და ლოცულობს და შემდეგ ისე ღვთისნებითო ეს საკმეველის მინიშნება იყო საკმეველის კვამლი აიწია ზეცად და შემდეგ წამოვიდა დაბლა და როგორც სვეტი იმ ადგილას და ხო სადაც შემდგომში ტაძარი იქნა აშენებული ჩამოდის მართლაც წმინდა შიო დაიწყებენ ამ ადგილის გასუფთავებას და სადაც შიომღვიმელის მღვიმე არის აი სწორედ იმ ადგილას აღაშენებენ დიდ მონასტერს ასე მოხდა რომ უამრავი ხალხია კოდმანის და სარკინეს მთაზე განაწილდებიან ააშენებენ კელიებს და დიდი აღმშენებლური საქმიანობა მიმდინარეობს შემდეგ უამრავი მომსვლელია მათთან და გარე ეს ცხოველები გარეული ცხოველები მათ მომსვლელთა ცხენებს ჯორებს თურმე ჭამენ და შიოს იმხელა დიდი ღვაწლი ჰქონდა რომ ეს ხალხი შეწუხებულია გამოდის და მოუწოდებს ცხოველებს ნახეთ აგური ის იკონოგრაფიაშიც არის ხო ეს ცხოველები ამორჩილებიან ხო აი მამაი კათოლიკოსი გავხსენთ და სხვა მაგრამ წმინდა თეკლა პირველ მოწამე და სხვები როგორც ცხოველი ხო კი ბატონო ხო მოუწოდებს ცხოველებს და ეუბნება რომ აი წადით თქვენ ხართ გარეული ცხოველები წადით თქვენ და ესენი აქ არიან მოსულები და აღარ შეაწუხოთ და მართლაც მორჩილად მიდიანო ისმენენ მის სიტყვებს და
ხო აი საოცარი რამაა და ერთი მგელი რომელიც დარჩა ამასთან და მგელს ეთქვის რომ შენ ეს ცხოველები რომლებიც აქ არის დამწყსე ისე რომ არაფერი ევნოთ და მართლაც 6 წლის განმავლობაში ეს მგელი მწყსის ამ მონასტრის ცხოველებს და ასევე მომსვლელთა ცხოველებს ერთხელ ისე მოხდაო რომ ერთი ჯორი თუ ვირი დაეჯახაო მეორეს ბუნება მათი ესეთიაო წიხლი კრავო და ყდიდან გადაიჩეხა და აკლია ერთ-ერთ ბერს არ არის ბერის ეს ვირი მოსული და მიმართა წმინდა შიოს რომ რა არის ეს მგელი რომელიც მოიყვანევა ალბათ მან შეჭამაო და თუ მე მგელი ჯოხს ეტანება პირით რომ წაიყვანოს და აჩვენოს და ეს ბერი არ მიყვება და შემდეგ შიომ ორი მოწაფე გაატარა და ნახეს მიიყვანა მგელმა იმ კლდეზე დაინახეს საიდანაც იყო გადაჭეხილი ეს ჯორი და მოკლედ სხვა უამრავი სასაული ერთხელაც ისე მოხდაო რომ ჩხარობ ძალიან და ამიტომაც უკვე მიცვალების დღე არის და ამ წუთში აღსასრული როგორი იყო და შემდეგ გადავიდა კი ბატონო და წმინდა იოანემ წაიყვანა ისე წირკნელთან ეს სამი მოწაფე შეიკრიბენ და იოანემ ჭიხაში ღვინო ჩაასხა რომელიც მისი ბუნებისთვის არ იყო ჩოული და ჰაერში გააჩერეს აკურთხა და ჰაერში გაჩერდა ღვინიანი ჭიქა და ეუბნება რომ თქვენო მომავალი ეპისკოპოსები ხართ მადლის მოსილნი და აკურთხეთო თქვენო და აიღეთო და ხელი ვერ გაბედესო არ აიღესო იოანე ზედაზნემა სამივე მოსვა ეს ჭიქა და შემდეგ მოუწოდეს მათ აი რა სასწაული უნდა აღასრულონ ხალხმა რომ ნახოს და შიომ გვიმერმა ორივე ხელზე ნაკურთხალი დაიდო და აკმია ყოფი ხალხი და ეს გაკვირებული ხალხი რომ მათ უყურებს იგი ამბობს რომ აი სწორედ ესაა რომ უფალი იმდენად აღმატებულია რომ მას ხელსაც კი ეწოს რაც შეეხება ისეთ წილკნელს მან მდინარე სნიდანო დადო თავის კვერთხი და წამოიყვანა და ეს უდაბური ადგილი წირკლის ეკლესიამდე წყარო ჩამოიყვანა წყალი ჩამოდისო და შეეხება შემოგვიმერს ბარემ უამრავ საუბრია რომ ერთ-ერთ მოწაფესო რომელსაც წყარი მოქონდაო გაუტყდაო კოკა და შიო როცა მე ვიულობ შიო მკლდეზე მიადო ჯოხი და გადმოვიდაო პატარა წყარო რომელიც ახლაც არის ხომ შემდგომ ესე მოხდა რომ აი დაემშვიდობა იგი თავის ძვირფას მოძღვარს იოანეს თავის მეგობარს ეწერკნეს თავის მოწაფეებს და სწხოვა მოწაფეებს რომ მე უნდა ჩავიდე ღვიმეში და იქ უნდა ვიმოღვაწო იქ უნდა ვიყო აირჩიე თქვენთვის წინამძღვარი და ევაგრი აირჩიეს წინააღმდეგობის მიუხედავად იმიტომ რომ ყველა მორჩილებს დიდშიოს და იგი ჩადის ამ ღვიმეში და მთელი რამოდენიმე წლის განმავლობაში არის უწყებული 18 წელი არის ცოტა ნაკლები რომ ამ ხნების განმავლობაში იქ იმყოფებოდა მას ერთი მორჩილი მცირეოდენ პურსთან მცირეოდენ წყალს აწვდე და ხორცის საოხად სხვა დანარჩენად იქიდან აღარ გამოსულა და იქ იმყოფებოდა და წლების განმავლობაში ასწლეულების განმავლობაში მისი მიცვალების დღესა სხვა დღესასწაულებზე გამოდიოდა ამოიწეოდა მისი წმინდა ნაწილები და მასთან მიდიოდნენ და მრავალი ბუნებითი სასაული აღესრულებოდა აი ამ ღვიმეში თუ ნებას მომცეთ ტროპარს თუ არ არის სიყრმითგან ფრთოვან ქმნილმა სათნოებითა წარმართე ყოველი ცხოვრება შენი ღმერთ შემოსილო და სასაულთა ღვთისამიერ მოცემულთა იხვწით ქართველთაერსა ვინაც ამ ხედველნი შენ შორის მადლითა სულიერითა გვადიდებთ შემოქმეცა ღირსო შიოდაც ძვანი შენი შიშველი მღვიმით ქვეშე ქვეყანით ფრთე მაღლობით აღმოიწევის სიმაღლეთ მეოხად მორწმუნეთა და კურნება ცულთა ჩვენ და მრავალი სასაული აღესრულებოდა სწორედ ამ წმინდა ნაწილებიდან და ისტორიას აღარ გავაგრძელებ როგორ იქნება ერთ-ერთი გამორჩეული მონასტერია ჩვენ რამდენიმე წუთი გრჩება მამაგიორგი ნიკოლოზე რომელიც ნუ ისტორიულ ყველამეთს შეიძლება ვითქვას რომ ერთ-ერთი ყველა საყვარელი წმინდანია მსოფლიოში მათ შორის არაქრისტიანებიც მიაგებენ პატრის და ბევრი სასწაული ხდება დღეს როგორ თქვით არის მისი ნაწილების ბარიდან როლოგიაში გადაბრძანება ჩვენთვის განსაკუთრებული საყვარელი რაჭველები ვარ და რაჭე ნიკორწმინდის ეპარქია წმინდა ნიკოლოზის ეპარქია ხატი რა საოცარია ნიკორწმინდის ხო გამორჩეული ხატია და აი რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ალბათ არ არსებობს ადამიანი წმინდა ნიკოლოზი არ იცოდეს წმინდა ნიკოლოზი რომელიც მე-4 საუკუნის მოღვაწეა უწყებულია დაახლოებით 325 წელს გარდაიცვალა აღესრულა იგი ლუკიის მხარის ქალაქ მირონში დაასაფლავეს დაკრძალულია იქ მისი საკათედრო ტაძარი სიონად სახელდებული და მოკლედ როგორც ცნობილია გამოცხადება საკინოზები შემოვესიან და ხერსონიდან ანტიოქიიდან ვიდრე იერუსალიმიდან და სულ ყველაფერი გადაბუგეს ქვაქვაზე აღარ დატოვეს და ნაცარტუტად აქციეს ასე მოხდა ეს ქალაქიც აქედან მოსახლეობა აიყარა და 4 დარაჯი ყავს 4 მონაზონი ბერი ამ წმინდა სიწმინდეს რომ იცავს ერთ-ერთ
ბარის ქალაქ ბარიას არის იტალიის დიახ მოძღვარს ჰქონდათ ჩვენება რომ იქიდან წმინდა ნიკოლოზი ითხოვს რომ მისი ნაწილები გადააბრძანონ რა ქვიან ბარში მირონლუკიიდან აუწყა თავის თანამოქალაქეებს სამი ხომალდი შეიკრიფა აბსტრაბს გააწარემართენ როგორც პურის გამყიდველები აღავსეს ეს ხორბლით 57 მხედარი წაიყვანესო ანტიოქიაში გაყიდეს ეს ხორბალი შემდეგ სხვა რაღაცები იყიდეს ვაჭრები და გაიგეს რომ ვერენციელებს უთხრობ რომ წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები წაიყვნენ იქიდან მათ მოასწრეს მივიდნენ და ეს აღწერილი არ მინდა ამების გახსენება წარიპარის ეს ხალხი შეურაცხეს ეს ბერები დააბეს מחვილით თავით მოსიკვდილით დაემუქრენ კატეხესეს სარკოფაგი ამოიღეს სავსე იყო მირონით მისი წმინდა ნაწილები და ამოვიდნენ მოკლედ მირონის ქალაქის მოსახლეობა რომ გაიგო რომ წმინდა ნაწილები წაიღეს მოდიან ევედრებიან უკან დააბრუნონ ცრემლით ხო და შემდეგ ესენი ზღვაში შეცურდნენ და ეს ზღვაში მისდევენ და ამ გემებს ეჭიდებიან რომ იქნებ დააბრუნონ წამოვიდნენ ერთი დღე ზურგხარით კი არის და შემდეგ ჩრდილოეთის ქარმა დაბერაო და გაჩერდნენ ვეღარ მიდიან და ერთმანეთს შორის არის საუბარი რომ რა მოხდა ჩვენ იქნებ არამართებულად ვიქცევით მეორე ვერსია არის რომ იქნებ ეს არ არის წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები და მესამე ვერსია იქნებ ეს წმინდა ნაწილები რომ ამოვიღეთ ვინმე ხომ არ მოიპარა აქედან ეს წმინდა ნაწილებიო ეს ყველაფერი ისტორიკოს სიგე ბერტის და ნიკიფორის რომით აღწერილი ეს ყოველივე და მართლაც სახარებაზე რომ მოიყვანან სასაფიცებლად 5 მხედარს 5 გზავრს მოუპარავს წმინდა ნაწილები დააბრუნეს და მე მიეცა საშუალება უკან ჩასულიყვნენ ბარში ჩასულებს აქაც ბენედიქტიანელთა ორდენის მონასტერი იყო ილია ერქვა მას წინამძღვარს და იქაური მთავარეპისკოპოსის შორის ძალიან დიდი დაპირისპირება მოხდა დაპირისპირება ისე რომ 4 ადამიანი დახოცეს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები ჩატანილია დახოცეს ხალხი ხოლო შემდეგ დაიწყეს მისში ამ ტაძრის ესე იყო პირობა რომ დაეშენებინათ ახალი ტაძარი როცა ჩააბრძანებდნენ წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილებს და იქაურმა მთავარეპისკოპოსმა აღუთქვა აღვაშენებთ ოღონდ ჩვენთან გადმოიტანეთ ეს სიწმინდე. მოკლედ დაიწყეს ტაძრის მშენებლობა და მართლაც ააშენეს ტაძარი და მოიწვიეს შემდეგ რომის პაპი და მან აკურთხა ეს ახალი ეკლესია, კათოლიკური ეკლესია. მე არ ვარ ნაყოფი, მაგრამ საოცარ ამბებს ამყვებიან ჩვენი ქართველი და მართლმადიდებელი. რაჭასთან როგორ არის დაკავშირებული ესეც რომ მოვასწროთ ცოტა დრო გრჩება და წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები გაფანტო საქართველოში გელათში იყო მისი ხრის ძვალი რომელიც კომუნისტებმა გაიტანეს შემდეგ კვლავ უკან და რუსკუმას ჩაბრძანებული კვლავ გელათში ასევე იყო სიონის ტაძარში ორი წმინდა ნაწილი იყო რომელიც დაკარგული ასევე ანჩის ხატში იყო. რაც შეეხება რაჭაში იყო აი რაჭას ნიკორწმინდის ეპარქია ეწოდებოდა წმინდა ნიკოლოზის ტაძარი რომ შენდებოდა მე-11 საუკუნეში. უნიკალური ცნობილი ტაძარი, უნიკალური შვენიერი. არა მარტო რაჭაში, მთელ საქართველოში და დიახ და მომავალი მეფე ბაგრატ მეოთხეს მოგვარეს ბიზანტიის იმპერატორის ძმისშვილი ელენე დედოფალი. ელენე იყო მცირეწლოვანი, 7-20 წლის. მას გამოატანეს სიწმინდე წმინდა ნიკოლოზის მთელი მკლავის ძვალი. ეს იყო დიდი სიწმინდე. ახამშენებარე ტაძარში, რომელიც წმინდა ნიკოლოზის სახელობის იყო მომავალმა მეფემ შესწირა ეს სიწმინდე და მთელი საუკუნეების განმავლობაში მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე აქ ინახებოდა ეს სიწმინდე. წმინდა ნიკოლოზის ხსანების დღეს გამოაბრძანებდნენ დიდი ლიტანიობით, დიდი რუდუნებით ეამბორებოდა და მრავალი სასაული აღესრულებოდა. იყო ერთი ქალბატონის უპატარა ბიჭი იყო აი მაშინ და მაინტერესებდა ესეთი რაღაცები და 80-იან წლებში 70-80-იან წლებში ქალბატონი კესანია კობახიძე ღმერთმა აცხონოს ისეთი თბილად მესაუბრა წამიყვანა მაჩვენა პატარა ბავშვი ვიყავიო და მითხრა იქაური ნიკორწმინდელი კაცის სახელი და გვარი რომელსაც ბუნებრივი ახლა არ მოგახსენებთ და აი მაჩვენა ტაძრის სამხრეთ მხარეს ძვალი სადაც აქ გამოიტანაო ამ კომკავშირელმაო და ძვალი დაჩეჩქვაო წმინდა ნიკოლოზისაო და შემდეგ ისე მოხდა რომ ეს ადამიანი მთელი ცხოვრება მარტოობაში იყო და ყვიროდა და ხო რაც შეეხება ამ სიწმინდეებს მე კომუნისტებმა წამოიღესო იქაური სიწმინდეები რაც კი არ მოიყო და ახლომდებარე სოფლების და აგარასთან არის ექვიანი ნიკორწმინდასთან და
ხატი მინდორა დაარქვეს დაწვეს ეს ადგილები მეუფე ელისე აღმართა იქ ვაჯვარი ახლა მეუფე ვახტანგის ლოცვით და მისი დიდი ძალისხმევით შენდება იქ ეკლესია და წმინდა ნიკოლოზმა დაიცვა ჩვენი სამშობლო წმინდა შიომღვიმეებმა წმინდა ესაია წინასწარმეტყველმა ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ჩვენი დედა ეკლესია თქვენი ტელევიზიის ერთგული მსმენელი და მაყურებელი და ყველა ქრისტიანი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ განსაკუთრებით დამწმინდანების მოსახელეებს უგულწავნთ ბევრია ესეთი მრავლობარი. ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის გულსახური თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლიისტიკის კათედრის გამგე თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი დეკანოზი გიორგი გუგუშვილი დღევანდელი წმინდანების შესახებ გვესაუბრებთ.